გესალმებთ ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო სასიყვარულო გაშლა, ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია სასიყვარულო თემატიკა, ეს გაშლა არის თქვენთვის. დღევანდელი გაშლა იქნება გაშლა დიალოგი თუ რას გეტყვის შენ სიყვარული, რა პასუხს გაგცემს შენი სასიყვარულო სფერო და ზოგადად სიყვარული შენს მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვაზე. ხო, ესეთი საინტერესო გაშლა იქნება დღეს. როგორც სულ გვექნება 3 პოზიცია და დავიწყოთ, ხო? დღეს არ იქნება რაღაც ისეთი მასშტაბური შესავალი. სიგნიფიკაციისთვის რომელი დასტა გამოვიყენო სიგნიფიკაციისთვის თქვენ თუ თქვენ ეჭვიც არ მეპარებოდა. კარგი, დავიწყოთ. სიგნიფიკაციის კარტებს ახლა დავალაგებ და გადავწყვიტოთ. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, დავალაგოთ სიგნიფიკაციები ჩე. რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს მისი პოზიცია, რეზონირდება ეს ინფორმაცია მასთან თუ არა, რადგანაც ეს არის საჯარო და ძალიან ზოგადი გაშლა, ხო? ესეც მუშაობს ხოლმე, საჯარო გაშლებიც ეფექტურია, რატომაც არა, იმიტომ რომ შეგვიძლია რაღაცეები ჩვენთვის ავიღოთ, რაღაც მინიშნებები, პასუხები ამოვიკითხოთ და რაღაც მიგნებები გავაკეთოთ, ხო, ამ საჯარო გაშლებიდან. ესეც მუშაობს, რატომაც არა, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტად დეტალურად განვიხილოთ მოცემულობა, უფრო, ასე რომ ვთქვათ, კონკრეტული იყოს გაშლა, რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია, რომ იყოს ინდივიდუალური გაშლა, ინდივიდუალური სესიას, რომ ვისაც დაგაინტერესებთ ჩემთან ინდივიდუალურ სესიაზე მოსვლა და გაქვთ განცდა, რომ აი ამ ადამიანთან მინდა რომ მივიდე გაშლაზე, ხო, რაღაც ენერგეტიკულად გრძნობთ მიზიდულობას, ინტერესს და ასევე თქვენთვის მისაღებია რა მეთოდებსაც ვიყენებ და რა მიდგომასაც მივმართავ გაშლის დროს, ხო? მაშინ გელოდებით. კარგი. დავიწყოთ, ესე იგი. პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა, მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. ეხლა მე ვცდილობ გავერკვე როგორ ჩანს, ხო, აქ. და ცოტა უფრო ხო არ შევცვალო ობიექტივი მეთქი, მაგრამ მე მგონი იყოს ასე, ხო? კაი, იყოს ასე და მე გავაკეთოთ. კარგი, ესე იგი, პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია თუ რა ხდება ახლა პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში, მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა და მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. შეგიძლიათ აირჩიოთ ციფრი, შეგიძლიათ აირჩიოთ თვითონ კარტი. პირველი, მეორე, მესამე. შეგიძლიათ სამივე პოზიციას უყუროთ. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ. მე კი დავიწყებ. ესე იგი, ეს ორი აქეთ გადმოვწიოთ და პირველი. ესე იგი, პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. რა ხდება ახლა სასიყვარულო სფეროში პირველ პოზიციასთან? კვერთხების რაინდი ხდება ახლა პირველ პოზიციასთან. ოკეი, კარგი. ნახოთ, უფრო ვრცლად. სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის და მის სასიყვარულო სფეროში. რა ხდება? ვაუ, მე ვიტყოდი ახლა რაც ხდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში, აქ არის ის, რომ თქვენ ძალიან აქტუალურები ხართ. თქვენს სასიყვარულო სფეროში რაღაცეები ხდება აქ. ან ვიღაცეები ჩდებიან და ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ასე დიდოფლის პოზიციაში, ვის მიმართაც მოილტვიან ადამიანები, ხო, თქვენს სასიყვარულო სფეროში და ასევე არის ისეთი ენერგიები, სადაც თქვენც რაღაც მეოცნებე აღთოვანებულ მდგომარეობაში იმყოფებით, რომ აი ისეთი რაღაც, რომ აი რაღაცა სასიხარულო საინტერესო იწყება და მეც მივყავარ ამ ოცნებებს, ან აი რაღაც იმედები რო გააქვთ და თან რო რაღაც დინამიკა, რაღაც ხდება, ძალიან ბევრი რაღაც ხდება თქვენს სასიყვარულო სფეროში და თქვენც ისე აღთოვანებულად გრძნობთ თავს, ხო? ესეთი ენერგიებია აქ პირველ პოზიციასთან და თქვენი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე არის ასეთი, ხო? ვისთანაც რეზონირდა
და გრძნობთ, რომ ეს არის თქვენი პოზიცია, უსმენთ. ვისთანაც არა, შეგიძლიათ დანარჩენი მეორე და მესამე პოზიციას მოусმინოთ. ჩვენ კი დავიწყოთ. სიგნიფიკაცია სასიყვარულო სფეროს დავტოვოთ. დავტოვოთ, უბრალოდ ასე დავტოვოთ. ასე იყოს, ასე მინდა იყოს. ოკეი. კარგი, დავიწყოთ ესე იგი. სიგნიფიკაცია. ვთქვით, ახლა გადავწყვეტ მე აქ ამ დასტერიდან რომელი. თქვენ ისაუბრებთ პირველ პოზიციასთან თუ თქვენ. კაი. გასაგებია ესენი დასასვენებლად მე თქვენ ისაუბრებთ პირველ პოზიციასთან თუ არა. ოკეი. ესე იგი თქვენ გსურთ აქ პირველ პოზიციასთან საუბარი, კი ბატონო. კარგი. მნიშვნელოვანი მომენტი ახლა პირველი პოზიციისთვის, ხო? სიგნიფიკაცია თუ რეზონირდა და თუ გრძნობთ, რომ პირველი პოზიცია არის საჩემო, მაშინ ახლა მე მოგმართავთ თქვენ, რომ ჩამოყალიბდეთ და აირჩიოთ კონკრეტულად ერთი შეკითხვა, რასაც დაუსვამდით ზოგადად სიყვარულს, ხო? აი ზოგადად სიყვარულს რას გკითხავდით ახლა? შეგახსენებთ, რომ შეკითხვა უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, კონკრეტული და არ მოიცავდეს კითხვაში კიდევ სხვა 2-3 დანარჩენ კითხვას. კონკრეტულად ერთი კითხვა მხოლოდ, ხო? ისედაც საჯარო გაშლა და რთულია ინტერპრეტირება, ისე რომ ყველას მოვარგოთ, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად კონკრეტულად ჩაიფიქროთ კითხვა, რომ შესაბამისი პასუხი მივიღოთ. ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ თქვენს კითხვაზე, რასაც კითხავთ ახლა სასიყვარულო სფეროს და სიყვარულს. ფოკუსირდით ამაზე. რა პასუხი გინდათ, რას ელოდებით, რა გაინტერესებთ სიყვარულისგან. გულწრფელად. ფოკუსირდით ამ კითხვაზე. იმედია უკვე ყველამ ჩაიფიქრა, კითხვა კონკრეტული და მე ვნახავ პასუხს. პასუხი სიყვარულისგან პირველ პოზიციის მიერ ჩაფიქრებულ დასმულ კითხვაზე. სიყვარულის მიმართ. პასუხი სიყვარულისგან. ვაუ! ძალიან საინტერესოა. აქ სიყვარული პირველ პოზიციას ეუბნება. გაიხედე წინ, ანუ რაღაცას, ან ვიღაცას. პირველი პოზიცია აქ ვერ ამჩნევს, ხო? იქ არ იხედებით, სადაც არის პასუხი. აქ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი რაღაცას ან ვიღაცას არ ირჩევთ, ვინც რეალურად არის თქვენს წინ ან თქვენს ცხოვრებაშია და იყურებით საერთოდ სხვა ჰორიზონტებისკენ, საერთოდ სხვა რაღაცას ხედავთ და უყურებთ და რეალობაში რაღაცას ვერ ხედავთ, ხო? არის შანსი, არის რაღაც თქვენთვის, მაგრამ თქვენ თითქოს აი ვერ ხედავთ რაღაც სიბრმის ზონა რო იქნება, ხო იცით, აი რო ვერ ხედავ, ხო? აი რაღაც ასეთი მდგომარეობა აქ რა. ესე იგი, აქ არის რაღაც, რასაც პირველი პოზიცია მის სასიყვარულო სფეროში ვერ ხედავს. სამყარო, კი? კი ბატონო. კი ბატონო, არის ეს ასეთი რაღაცა და აქ სამყარო გეუბნებათ და კონკრეტულად სასიყვარულო სფეროს სიყვარული უფრო სწორად გეუბნებათ, რომ აი აირჩიე და მიაქცია ყურადღება, ხო? კაი, როგორ რა არის ეს, რასაც ვერ ამჩნევს აქ პირველი პოზიცია, ასე დავსვამ ამ კითხვას. ვიღაც არის აქ, აი ვიღაც ისეთი პიროვნება თქვენს სასიყვარულო სფეროში, ხო? უმრავლესობისთვის შესაძლოა ეს იყოს მამაკაცი, ვიღაც ისეთი პიროვნება, ვისაც თქვენ ვერ ამჩნევთ. ვისაც სურს თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან საუბარი, მაგრამ პირველი პოზიცია ამ ადამიანს ვერ ამჩნევს, ხო? ვარსკვლავი, თქვენ შესაძლოა თქვენ მისთვის იყოთ, აი როგორ თქვა, მიუწვდომელი. ხო? მიუწვდომელი ან ფიგურალურად, ან პირდაპირ მდგომარეობით მიუწვდომელი იყოთ მისთვის. მაგრამ ეს პიროვნება არსებობს კი, ეს პიროვნება არსებობს თქვენს ცხოვრებაში და კონკრეტულად თქვენს სასიყვარულო სფეროში არსებობს, კი. თქვენ გქონიათ მასთან გადაკვეთა, ასე რომ ვთქვათ, არსებობს. რატო არ ამჩნევს ამ პიროვნებას პირველი პოზიცია? სხვა ადამიანის მიმართ გაქვთ
სხვა ადამიანის მიმართ არის აქ გრძნობები. პირველ პოზიციას სხვა ადამიანი, თქვენთვის სხვა ადამიანია აქტუალური. სხვა ადამიანისგან ელოდებით სიყვარულს, გრძნობებს. აქ ან სხვა ადამიანის მიმართ გაქვთ გრძნობები, ან უბრალოდ თქვენს გონებაში გაქვთ შექმნილი კონკრეტულად აი სურათი, როგორი უნდა იყოს ის პიროვნება ჩემს სასიყვარულო სფეროში, ვისთანაც მე რაღაცა გამომივა, ხო? არის კონკრეტულად ხატი ამის შექმნილი ცნობიერებაში და აი ვინც ამას არ შეეფერება, ის არ გვინდა, ხო? აი ეს ამ ორიდან თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელი უფრო არის თქვენზე, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არის აქ. აქ ვიღაცას ვერ ამჩნევთ თქვენ სასიყვარულო სფეროში, რეალურად ვინც არის თქვენთვის შანსი და ყურადღებით დააკვირდით, ყურადღებით მიმოიხედეთ ირგვლივ. კარგი. ეს გასაგებია, ხო? ეს გასაგებია. მე მაინტერესებს ახლა შემდეგი. რჩევა მაშინ აქ. რჩევა პირველ პოზიციას, ხო? რჩევა პირველ პოზიციას აქ რა არის რჩევა აქ? რო აქ გაერკვიოთ. აი რაღაც არის აქ დასახური თქვენს სასიყვარულო სფეროში, ხო? აი რაღაც თემები აქ შესაძლოა იყოს კონკრეტულად ვიღაც პიროვნება, ან უბრალოდ ყოფილების თემა, ყოფილი სცენარების თემა თქვენს სასიყვარულო სფეროში არის დასახური. რაღაცები თქვენ შინაგანში, თქვენ სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით დახურეთ, დაასრულეთ, გადაანალიზეთ, დასვით წერტილი და სამართლიანები იყავით, გაახილეთ თვალები, დააკვირდით თქვენს ირგვლივ როგორი მამაკაცები არიან, ხო, ვისთვისაც აქტუალურია მამაკაცი, ვისთვისაც ქალი, უკვე თქვენზე აგენტები დამოკიდებულია თქმა უნდა. დააკვირდით, როგორი ადამიანები შემოდიან შენ სასიყვარულო სფეროში, როგორ ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია. ოღონდ აი მართლა შეხედე ამას. არ დაიხუჭო თვალები, არ დახუჭო თვალები რაღაცეებზე, რაც ოკეი, კაი, ჯანდაბას რაღაცა დავხუჭავ თვალებს. არა, აი ობიექტურად ეცადეს შეხედო, ვინ, რანაირია, როგორი ქცევა და ასე შემდეგ და ასევე იყავის მართალი შენ თავთანაც. რას ეძებ შენ, ხო? ვინ გინდა რეალურად შენს გვერდით? და შემდეგ შეხედავ და შეამჩნევ ზუსტადაც იმ ვიღაცას, ვინც არის შენთვის შანსი შენს სასიყვარულო სფეროში. ასევე, აქვე შემიძლია ისიც შემოგთავაზოთ, რომ ნიშნულოვანია პირველი პოზიციისთვის აქ არ ელოდოთ შანსს. რო აი ახლა მე დავშდები და ვიღაცა მომიკაკუნებს და შევქმნით არაჩვეულებრივ ურთიერთობას, ხო? რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენც რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ და აქ ზუსტადაც ეს ნაბიჯები იქნება კარგი, მაგალითად, საერთოდ ახალ ეტაპზე საკუთარი ცხოვრების გადაყვანა, ხო? ახალი ჰობი, განახლება, ინტერესები, საკუთარი თავის განვითარება, მოგზაურობა, თვითგანვითარება. ესეც ძალიან კარგი იქნება აქ თქვენი სასიყვარულო სფერო, რომ გამოვიდეს რაღაც იმ ენერგიებიდან, რაც არ გაძლევთ შესაძლებლობას და ბუქსაობთ, რომ აი ის შანსი, ის ვიღაცა შეამჩნიოთ, გააქტიურდეს თქვენს სასიყვარულო სფეროში. ეს არის აქ. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ აქ რჩევას. რჩევა პირველ პოზიციას კიდევ ერთხელ. ხმლების მეფე ამოვიდა ისევ. ვიღაც უნდა გაუშვათ აქ, ხო? სავარაუდოდ უმრავლესობისთვის, ხო? შეეშვით ვიღაცას, გაუშვით ვიღაცა, გააკეთეთ სხვა რჩევანი, აირჩიეთ ახალი ემოციები, აირჩიეთ ჯანსაღი სიყვარული, აირჩიეთ გულწრფელი ურთიერთობა, სრულფასოვანი სიყვარული, აირჩიეთ საკუთარი თავის სიყვარული, ხო? აი ეს ყველაფერი. აქ კონკრეტულად არის პიროვნება, დევილი, კი ბატონო, არის კონკრეტულად ვიღაც ადამიანი, ვისთანაც პირველი პოზიცია არის ან მიჯაჭვულობაში, ან ტოქსიკურ ფორმატში, ან რაღაც გაურკვეველ ფორმატში. შესაძლოა რეალურ დროში აღარ გქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ ენერგეტიკულად და მენტალურად მაინც იყოთ აი ამ ადამიანთან რაღაც ქსელში გაბმული, ხო? ენერგეტიკოს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამიტომ ყველანაირი წარსული სიტუაციები, რაც უკვე ობიექტურად ხედავთ, enough, ხო? აღარ გვინდა, არ გვჭირდება. გავუშვათ. ეს არის რჩევა აქ პირველი პოზიციისთვის. ასე რომ წარმატებებს უსურვებ პირველ პოზიციას, ვისაც მოეწონა აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ თქვენი კომენტარი, ძალიან მიხარია თქვენი უკავშირების კითხვა და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო გაშლა კეთდება და ეს კეთდება თქვენთვის.
ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, მადლობა და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ვისაც აინტერესებს მისი ბედის მატრიცის ანალიზი. ამ სესიასაც გელოდებით. ინფორმაცია, კონტაქტები ამ ვიდეოს ქვემოთ. მოუწესრიგდეთ ახლა ჩვენ და გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. გრძელი კარტებია ესენი და ცოტა დრო მინდა რომ მომსახურე ახლა ხო. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და ვნახოთ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა კონკრეტულად აი ამ დროში. რა ხდება აქ? გავითარებებია. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. ვიღაცას აქ love story დაუსრულდა თუ რა ხდება? ვიღაცას აქ love story დაუსრულდა, ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. აქ რაღაც ისტორია დასრულდა მეორე პოზიციის სასიყვარულო. ხო, აი რაღაც აქ საინტერესო რაღაც დასრულდა, რაღაც დაიწყო. აი რაღაც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს აქ მეორე პოზიციასთან. გარკვეულწილად რაღაც მოხდა, გაიარეთ რაღაც მომენტი, რაღაც განახლება მოხდა. და ამავდროულად რაღაც ახალი ხდება ახლა. ეს ენერგიებია აქ. თქვენ გამელაპარაკებით მეორე პოზიციასთან, ამათ რაღაც წინ ფორმაში არ არიან დღეს. თქვენ ისაუბრებთ მეორე პოზიციას, კი. კარგი, აქ გითხარით, ესე იგი სიგნიფიკაცია სასიყვარულო სფერო მეორე პოზიციის, აბა კიდე გვაჩვენეთ. ხო, აქ აშკარად იყო რაღაც ისეთი მომენტი მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში ვიღაცასთან დაკავშირებით, სადაც იყო გულის ტკენა, წყენინება, ტყუილით შესაძლოა ყოფილიყო, იმედგაცრუება, წასვლა, ვიღაც წავიდა, განშორება, შეცვლა სიტუაციის და აი ახლა ზუსტად აი ამ ფაზაში ვართ, რომ რაღაც სასიყვარულო სფერო ტრიალებს, საერთოდ იცვლება მთლიანად, ხო? აი ეს, მაგრამ აქ გვაჩვენეს ამ დასტამაც აჩვენა, რომ აშკარად იყო ვიღაც პიროვნება, ვისთანაც დავასრულეთ ურთიერთობა, ვინც გავუშვით. ან თუ არ გავუშვით, მოხდა რაღაც ისეთი, რაც ახლაც კი ემოციურად არც ისე მარტივია ჩვენთვის, ხო? აი ეს არის აქ სიგნიფიკაციაში, ასე რომ სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ვისთანაც დაემთხვა და გრძნობთ, რომ ეს თქვენია, უსმენთ. თუ არა, აგრძელებთ სხვა პოზიციის მოსმენას. კარგი, ჩვენ დავიწყოთ. ეხლა მივმართავ მე მეორე პოზიციას, ფოკუსირდით კონკრეტულ კითხვაზე, რასაც დავსვამთ თვითონ სიყვარულს. აი რა კითხვას დავსვამდით და კონკრეტულად ფოკუსირდით ამ შეკითხვაზე. გთხოვთ, რომ მაქსიმალურად კონკრეტული დეტალური კითხვა დასვათ, რომელიც იქნება ერთი და არა 2-3 კითხვა ერთ კითხვაში მოთავსებული. ერთი კონკრეტული კითხვა, რომ მიიღოთ კონკრეტული პასუხი, რადგანაც ისედაც საჯარო გაშლა, ხო? ასე რომ ფოკუსირდით, აირჩიეთ კითხვა, რასაც კითხავთ სიყვარულს ახლა ამ მომენტში. ფოკუსირდით ამაზე. ფიქრობ უკვე ყველა ჩამოყალიბდა თავის კითხვასთან დაკავშირებით. დავუსვით ეს კითხვა სიყვარულს.
დაუსვით, ხო, შეგიძლიათ ხმამაღლა გააჟღეროთ, შეგიძლიათ თქვენთვის უბრალოდ დასვათ ეს კითხვა. დასვით თამამად, გულწრფელად, დასვით კონკრეტული კითხვა. პასუხი სიყვარულისგან თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვაზე. პასუხი თქვენთვის. პასუხი აქ ყველა, მე ვიტყოდი აქ, ბუნებრივი არ ვიცი ვინ დაკითხვა ჩაიფიქრათ, ან ამდენი ადამიანი უყურებს, მაგრამ აქ უფრო მეტად ზოგადად რო ვთქვა, არის ასეთი პასუხი, რომ წადი წინ, ყველაფრის შანსი გაქვს შენს სასიყვარულო სფეროში, ხო? იმედიანად, გულწრფელად გააგრძელე შენი გზა. ამავე დროულად განთავისუფლდი შინაგანი ტვირთისგან. შინაგანი მდგომარეობა მოიყვანე ზომიერ რაღაც ბალანსში, ხო? შინაგანი ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი აქვს. სიყვარული გეუბნება, რომ მიაქცია ყურადღება საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, ხო? რაღაც მძიმე ისტორიების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თავს. აღვიდგინოთ კავშირი ჩვენს თავთან, ჩვენს ემოციებთან, ჩვენს გულთან. უფრო მეტად გავხსნათ იგივე მაგალითად სიყვარულის ჩაკრა, ხო? ანაჰატა არის კონკრეტულად გულის ჩაკრა, მაგალითად ვიმუშაოთ ამ ჩაკრაზე, სიყვარულთან ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად გავხსნათ ჩვენი გული, შევიყვაროთ საკუთარი თავი, მოვირჩინოთ ნატკენები, ხო? აქ მნიშვნელოვანია სიყვარული გეუბნებათ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ეჭირდება აქ მეორე პოზიცია და დროა რომ ეს ყველაფერი გაუშვათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაფერხებთ, რომ წინ წახვიდეთ, ან კონკრეტულ ადამიანთან, ან ზოგადად თქვენს სასიყვარულო სფეროში. გაუშვით რაღაც სიმძიმეები, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და გაეხსენით სიყვარულს, როდესაც თქვენი გული სუფთა იქნება და მზად იქნება ნამდვილი სიყვარულისთვის, აუცილებლად გამოჩნდება ის ადამიანი, თუ ჯერ არ გამოჩენილა, ვისთანაც თქვენ იპოვით საერთო ენას და შექმნით იმ ფორმატის ურთიერთობას, რაც თქვენთვის არის აქტუალური. კარგი, პრინციპში ეს ვიარჩევაც, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, რჩევა აქვს მეორე პოზიციისთვის, მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, ამდასდით ვიკითხო. რჩევა მეორე პოზიციას. აქ მეტი კომუნიკაცია. ნახეთ, უბრალოდ ნახეთ. ზომიერება ხო გამოვიდა აქ და მე სხვადასტიდანაც ზომიერება. ორჯერ განმეორდა. ესე იგი, პირველი რჩევა, ხო? რჩევიდან დავიწყებ. მეტი დრო დაუთმეთ კომუნიკაციას, იკონტაქტეთ ადამიანებთან, ხო? არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და არ იყოთ ზედმეტად კრიტიკულები, რომ ის ცუდია, ის ასეთია, ის ესეთია. რა თქმა უნდა, იკონტაქტეთ, იარეთ პაემნებზე მაგალითად, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოусმინეთ საკუთარ თავს. თქვენ რა გინდათ? მეორე პოზიციას რა უნდა? რას ეძებს? ვის ეძებს? როგორ გრძნობს თავს, მაგალითად კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრაზე რომ არის? უნდა სინამდვილეში ეს თუ არ უნდა? არ აჩქარდეთ. მოусმინეთ საკუთარ თავს, კარგად დაწონეთ, მიეცით საკუთარ თავს დრო და მხოლოდ მერე მიიღეთ გადაწყვეტილებები. აქ კარგი იქნება ასევე საკუთარი თავის განვითარება. სხვადასხვა სემინარები, ვებინარები, უამრავი სხვა რაღაცეები არსებობს დღესდღეობით ამისთვის, ასე რომ ნებისმიერ რამ. ასევე შეგიძლიათ მაგალითად გაუზიაროთ თქვენი ისტორიები ადამიანებს და ამით საკუთარ თავსაც დაეხმაროთ და სხვებსაც დაეხმაროთ. ესეც არის აქ. არ ჩაიკეტოთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გაეხსნათ სამყაროს და გახსნათ თქვენი გული. მაგრამ ეს გულის გახსნის პროცესიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს სულიერი განვითარება, როდესაც ხდება, ხო? ყველაფერი დაგროვილი სიმწარეთკენ რაც არის ზემოთ ამოდის, ხო? იგივე არის, როდესაც ჩვენ მუშაობთ, ვცდილობთ, რომ ჩვენი გული გავხსნათ. ტრამვატკენ რაც არის, ყველაფერი ამოდის ზედაპირზე, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი რაც ამოვა, გავუშვათ და არ ვიჩდეთ ამ ყველაფერში და განვითარდეთ. ვიყოთ იმ არაჩვეულებრივ ტკბილ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვართ შინაგანად ავსებულები. და იქეთ მზათა ვართ, რომ გავუზიაროთ სხვა ადამიანებს ჩვენი სითბო, ყურადღება, სიყვარული, ემპათია და ზრუნვა. ხელოვნებად ძალიან კარგი იქნება, ხო?
კრეატიულობა. ასე რომ აი ასეთი პატარა გაშლა, ასეთი საინტერესო გაშლა და ინფორმაცია იყო მეორე პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გეთდება თქვენთვის და კიდევ უფრო მეტი საინტერესო გაშლა გვექნება. ხოლო სურვილებს გელოდებით ინდივიდუალურ შტარო სესიებზე. ჩემი კონტაქტები ამ ვიდეოს ქვემოთ არის. Ой, გადმოვარდა კარტები. აი მე აშკარად აქ მესამე პოზიციასთან კარგი, დავიწყოთ. მივესალმებ, ვინც აირჩია მესამე პოზიცია, ვნახოთ მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს ენერგეტიკული ფონი და რა ხდება თქვენთან ახლა. სიგნიფიკაცია სასიყვარულო სფეროს მესამე პოზიციის. სამყარო. ბოდიშიც მომიწერდა პაუზება. საინტერესოა ნახდათ სამყარო, ფანები. ფანები ყავს აქ მესამე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროში, მაგრამ ნახოთ უფრო სრულად სიგნიფიკაცია სასიყვარულო სფეროსი მესამე პოზიციის გვაჩვენეთ ახლა. ხა აშკარად ძალიან ესეთი თვითონ მესამე პოზიცია გვერ ვიტყოდი რომ რაღაც აღელვებულ ესეთ რაღაც ფოთორე მდგომარეობაში იმყოფება მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, არამედ ძალიან ესეთ რაღაც ესეთი საინტერესო აღმათოვანებელი მდგომარეობა, მაგრამ ამავდროულად რაღაც ზომიერი, მაგრამ თან ამავდროულად აღთოვანება, რაღაც ასეთი და აქ ასევე შესაძლოა იყოს აი ბევრი ადამიანი შესაძლოა ჩნდებოდეს თქვენ სასიყვარულო სფეროში ან ბევრი ვიღაც ფიგურირებდეს სასიყვარულო სფეროში, ხო, აი რაღაც ეს არის აქ. აქ რამოდენიმე ადამიანი არის ახლა აქ მის პოზიციასთან. გურუმი ქალი. ხო, აქ აშკარად არიან ადამიანები, ვინც ძალიან ინტერესდება თქვენით. რომანტიკულ კუთხით, მაგრამ ასევე არიან ვიღაცები, ვინც შესაძლოა არ ჩნდებოდნენ. ხო, ან გითვალთვალებდნენ, სკროლობდნენ, გსტალკავდნენ, ხო? რაღაც ისე პირდაპირ ხმამაღლა არ ამბობდნენ, რომ აი მე შენ მომწონხარ და რაღაც, მაგრამ გითვალთვალებენ ყველგან, ხო? აი არიან ასეთებიც. ერთი სიტყვით ადამიანები, რომლებისთვისაც მესამე პოზიცია ძალიან საინტერესოა და აქტუალური. და ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ სასიყვარულო სფეროსი. კარგი. ახლა მე მიმართავ აქ მესამე პოზიციას, რომ მესამე პოზიციამ აირჩიოს კონკრეტული კითხვა, რასაც დაუსვამს თვითონ სიყვარულს, რა კითხვასაც დაუსვამს სიყვარულს. გთხოვთ აირჩიეთ ერთი კონკრეტული კითხვა, რომელიც იქნება დეტალურად დასმული, კონკრეტული, ხო? ფოკუსირდით ამ კითხვაზე. შეიგრძენით ეს კითხვა. რაჩქარდეთ, დასვით გულწრფელი კითხვა, ის რაც მართლა რაღაც გულწრფელად თქვენთვის მნიშვნელოვანია. და მოდით მივიღოთ პასუხი ამ კითხვაზე. მეტნაკლებად, ხო? ბუნებრივია, რომ ზოგადი და საჯარო გაშლა ახლა და ზუსტი პასუხის მიღება, რა თქმა უნდა, არარეალურია. მაგრამ მეტნაკლებად, ხო? პასუხი სიყვარულისგან მესამე პოზიციის მიერ დასმულ შეკითხვაზე. პასუხი სიყვარულისგან. ოკეი, აქ პასუხია იმუშაოს რაღაცაზე, რაღაცასთან დაკავშირებით. გაცემაზე მაგალითად ემოციების გაცემას თუ პირიქით არ იჩნდეს პოზიციაში.
ხო, ესე იგი, აქ არის შემდეგი პასუხი. მე ვიტყოდი ასე, ხო? იმუშავე იმაზე, რომ შენ შინაგანად იყო ავსებული, ეს ერთი. რომ არ ეძებო ავსება სხვა ადამიანიდან, არამედ შენი დაივსო შენი თავი და ამისთვის არ გჭირდებოდეს ვინმე სხვა. იმუშავე ამაზე და არ იჯდე ლოდინის პოზიციაში, რომ აი რაღაც მსხვერპლის პოზიციაში, ან როდის გამოჩნდება ჩემი სიყვარული ან რაღაც ასეთი, ხო? არ გინდა ამაზე ფიქრი. კონკრეტულად, გააკეთებ აქცენტს იმაზე, თუ როდის, არამედ იყავი პროცესში, ხო? შენ თვითონ შექმენი ის რეალობა, რაც გინდა რომ იყო და ამასობაში თავის დროზე გამოჩნდება ის კონკრეტული ადამიანი, ვინც საჭიროა რომ გამოჩნდეს და იყოს შენს სიყვარულის სფეროში, ხო? ასევე, ვისაც აქვს აქ გარკვეულად, მაგალითად უჭირს ხო ემოციების ჩვენება სხვა ადამიანისთვის, ხო, ემოციების გაზიარება, შესაძლოა ჰქონდეს რაღაც ნდობის საკითხები, ცოტა რთული იყოს აი ნდობა სხვა ადამიანზე, ხო? აი ეცადეთ რომ ამ საკითხებზე იმუშაოთ, რომ იყოთ მზად. რომ ენდოთ ადამიანს, რომ შემოუშვათ თქვენს პირად სივრცეში ადამიანი, რომ გაუზიაროთ ადამიანს გულწრფელად მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, გაუზიაროთ ემოციები, იმუშავეთ ემოციურ ინტელექტზე, ვინც გრძნობს, რომ აი ცოტა მოიკოჩლებს ეს თემა. იმათთვის ვამბობ ამას, ხო? კარგი. კიდევ არის აქ რამე ისეთი. კიდევ. პასუხი. ო? ნუ ელოდებით შანს, არამედ ჩაიხედეთ საკუთარ თავში, ხო? ჩაიხედეთ საკუთარ თავში, იმუშავეთ საკუთარ თავზე, იმუშავეთ საკუთარ თავის განვითარებაზე. ნუ ელოდებით, რომ აი ვიღაც გამოჩნდება და მომცემს შანს, რადგანაც ასეთი ვიღაც ხშირ შემთხვევაში იქნება ტოქსიკური პიროვნება, ადამიანი, რომელიც პირიქით მოიტანს რაღაც არც ისე ასე რომ ვთქვათ, ტკბილ, მშვიდ ჯანსაღ ურთიერთობებს, ხო? ამიტომ რჩევა. ამიტომ რჩევა აირჩიეთ გულით, მაგრამ ისე კი არა, რომ აი რაღაც სიყვარული ბრმა არისო, რომ ამბობენ, ხო? მასეც არა, არამედ ისე, რომ აი წინ დახედულად. კი, გასაგებია, რომ შესაძლოა ვიღაც მოგვეწონოს, მაგრამ ასევე ხშირად არის მომენტები, რომ როდესაც ვიღაც გვიზიდავს, ეგრევე, ხო, იცით, აი ერთი ნახოთ და რაღაც მიგვიზიდა. ხშირ შემთხვევაში ეს არის უფრო ტოქსიკური სიტუაციები, ხო? შემდეგ ვითარდება უფრო ტოქსიკური ურთიერთობა, ვიდრე ჯანსაღი და ხანგრძლივი. რა თქმა უნდა, მოусმინეთ თქვენს გულს და გააკეთეთ არჩევანი თქვენი გულის თქვენს გულზე დაყრდნობით, თქვენს ინტუიციაზე დაყრდნობით, მაგრამ ასევე იფიქრეთ იმაზე, რომ მე და ეს ადამიანი გვაქვს საერთო მიზანი, ინტერესები, ხო, რაღაც ხომ უნდა გაერთიანებდეთ, ხო? რაღაც ხომ უნდა იყოს მთავარი, რაც იქნება გამაერთიანებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აირჩიეთ აქ შესაბამისი ადამიანები, ვინც არის თქვენი ღირსი, ვინც არის თქვენი დროის ღირსი, ხო? ლიჟბი ვინმე აქ არ აირჩიოთ, ამის თქმას ვცდილობ. ისეთი ადამიანები, რომლებიც არაფერს არ მოგცემენ, პირიქით იქეთ წაგართმევენ ემოციებს და დაგტოვებენ გულგატეხილად, ხო, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აირჩიეთ შესაბამისი, თქვენთვის შესაფერისი ადამიანები. ხო? და ამისათვის, რა თქმა უნდა, სანამ აქამდე მივალთ, მნიშვნელოვანია ამას გავაკეთებთ შემდეგ, როდესაც ჩვენ ვისწავლით საკუთარი თავის არჩევას. იმას კი არ გავაკეთებთ, რომ ლიჟბი მე ამირჩევ, არამედ მე ვირჩევ ჩემ თავს და მე თვითონ ვირჩევ, ვის ავირჩევ. ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ. და რჩევა ზუსტად ეს არის, რომ აირჩიეთ თქვენი თავი, საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, ნდობა, შინაგანი ავსება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენ აირჩიეთ სიყვარული. გააკეთეთ არჩევანი სიყვარულით, ნამდვილი სიყვარულით და იმ ადამიანს აჩუქეთ ეს ემოციები, დრო, ენერგია, ვინც ამის ღირსი არის. და ძალიან მნიშვნელოვანია არაჩქარდეთ და დაფიქრდით, მიეცეთ საკუთარ თავს დრო, ანალიტიკურადაც რომ შეაფასოთ მოვლენები და საერთო მომავალი ან კონკრეტულ პიროვნებას და მაგალითად, ხო? აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. კარგი და კიდევ მინდა რჩევა.
ერთი რჩევა კიდევ მოვარტყა მესამე პოზიციას. რჩევა კიდევ მესამე პოზიციისთვის. ნუ მსგავსი კონტექსტის არის აქაც, რომ აი ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი შინაგანი იმპულსები. აკონტროლეთ თქვენი ან შინაგანი უნდობლობა, ან აგრესია, ან წენა ტკივილი, ხო? აი გაუსწორეთ ამ ყველაფერს თავი. იმიტომ რომ ბევრი რამ არის თქვენში, ბუნებრივია, ბევრი რამ გადაგხდათ, ბევრი რამ არის დაგროვილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოთ, შეხედოთ ამ ყველაფერს, აღიაროთ და ისწავლოთ ამის ჯანსაღი კონტროლი, რომ მიცეთ ამ ყველა ემოციას თავისი მიმართულება, ხო? რომ ისევ არ გადავარდეთ რაღაც ტოქსიკურ გაურკვეველ ვითარებებში. ასეთი ინფორმაცია იყო აქ მესამე პოზიციისთვის. ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ მესამე პოზიციას, პრინციპში აქაც ზომიერებაა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანად საკუთარი თავის ავსება და შინაგანი აი ძენ წერტილის პოვნა. ხო, პრინციპში მე ვიტყოდი ეს ოპტიმალურია ყველა ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ვართ აი ამ მდგომარეობაში, აღარ ვიზიდავთ გაურკვეველ ვიღაცებს და რაღაცებს ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრებაში მოდის ზუსტად ის, რის ღირსიც ვართ. რაზეც ვიმუშავეთ და ზუსტად ის ნათელი ენერგიები მოდის ჩვენთან, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და ყველაფერი იმას, რასაც იმსახურებთ და ხო, გჯეროდეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას. თქვენ თვითონ ბედნიერება ხართ, ხო? ესეთი პატარა მინი მანიფესტაცია ჩავარტყნებ ბოლოში. ასე რომ ასეთი მდგომარეობა არის. მადლობა ყველას, მადლობა მესამე პოზიციას. აუცილებლად დაალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი უკავშირის სახით, ძალიან გამიხარდება მისი ნახვა. ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერა ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო გაშლა დევს და კიდევ დაიდება, ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ყველანაირი კონტაქტი თუ როგორ დამეკონტაქტოთ და მიპოვოთ ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებები ყველას!